I'm German homelos, I drink coffee and I know things. 31 ეპიზოდის სიტყვა არის ველმონი. ოდესმე გინახავთ ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივზე მეტად არიან დაინტერესებული ძველი, ან თუნდაც ანტიკური რამეებით, მოძველებული მანქანებით, მუსიკით, ყველაზე თვალსაჩინოდ სამოსით, შენობებით, საყოფაცხოვრებო ნივთებით, რომლებიც დიდი ხნის წინ დაივიწყა კაცობრიობამ და ველმონიზმის დაგვირგვინება თავად ძველი დროის სიყვარულია, როცა ადამიანი იმდენად შეპყრობილი ხდება ვინტაჟურობით, რომ მხოლოდ ნივთების შეგროვება აღარ ყოფნის და მთელი გულით სურს და მზადაა ძველ დროში იცხოვროს. სიძველეთა სიყვარულს, ანტიკურობის სიყვარულს, ვინტაჟურობით შეპყრობილობას ეწოდება ველმონობა, ველმონიზმი. საბედნიეროდ, ბევრჯერ მქონდა იმის შანსი, რომ ველმონებს შევხვედროდი. საბედნიეროდ იმიტომ, რომ ველმონობა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი ძალიან საინტერესო პიროვნებაა და მათზე დაკვირვება ბუნებრივია მიმიყვანა იმ კითხვამდე, თუ რატომ და რა განაპირობებს ამ ჰობის განვითარებას. თუმცა მთლად ჰობად ვერ ჩავთვლი ამას. მაინც მგონია, რომ უფრო სიღრმისეული რამაა ველმონობა, რაღაც ამოუხსნელი და იდუმალიც შეიძლება იყოს. გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ მრავალწლიანი დაკვირვებისა და კვლევის მიუხედავად მაინც ვერ ამოხსენი რა იწვევს ადამიანში ვინტაჟის ასეთ არაბუნებრივ სიყვარულს. თუმცა ფაქტია, რომ ყველა ველმონი უზომოდ ჭკვიანი და სიღრმისეული პიროვნებაა და თუ თვლით, რომ თქვენც ველმონი ხართ, იცოდეთ, რომ ამაში ცუდი და დასაცინი არაფერია. პირიქით, ძალიანაც მაგარი გატაცებაა, მე თუ მკითხავთ.